Ჟდოზე ის ზერიკა. მოკლედ, მე ვივარჯიშებ ქართულად. თქვენ მოგაწოდეთ ინფორმაციას, რომ ინფორმაციას ჩემი აზრით დღესდღეობით ბევრი ახალგაზრდა და ახალი თაობის წარმომადგენელი გამოიყენებს. და ესეთი მოკლედ ის რჩევები და მოკლედ ის ინფორმაციის მოწოდებები იქნება ჩემ Instagram გვერდზე. და ნუ რა თქმა უნდა, თუ დაიღებთ ამ ინფორმაციით, შეგიძლიათ unfollow გამიკეთოთ. ახალ მეცნიერებას. ჯობია unfollow გააკეთო, ვიდრე დასალებით ამოყურო ვიღაცის სტორის, იმიტომ რომ გაზიარებს მაგალითად. რაც შეეხება ექსტრასენსორიკას. ექსტრასენსორული შეგრძნებები საკუთარ თავში რო განვითაროთ, უნდა დაკავდეთ თქვენი განვითარებით. თქვენი განვითარების გზა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, ძალიან ბევრი არჩევანი და ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს განვითარების, მაგრამ ყველაზე მარტივი და პრაქტიკული არის სუნთქვის ვარჯიშები. რატო? იმიტომ რომ ისედაც ვსუნთქავთ. ესე სხვა გზებს აღარ შევეხებით უფრო დეტალურად, თუ საჭირო იქნება მე გავხსნით ამ საკითხებს და ეხლა კი ვიტყვი იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარება და ექსტრასენსორულობამ დაგეხმაროთ მაგალითად ფულის საკითხებში, ბიზნესის საკითხებში, ან თქვენი ფიზიკური მონაცემების საკითხებში, ან სხეულის, ან სახის, ან ორგანიზმის, ან ჯანმრთელობის, ან მაგით თქმა. ესე იგი, თქვენ თავს გრძნობთ და თქვენ რომ მიყავთ თქვენი თავი იქ, სადაც საჭიროა, აუცილებლად აკეთეთ ყოველთვის იმ მოქმედებებს, რომელიც აუმჯობესებს თქვენ ენერგიულ მდგომარეობას. მაგალითად, ენერგიული მდგომარეობა რო არის მოწესრიგებული არის თქვენი ფიზიკური გარეგნობა, იმიტომ რომ თქვენ ფიზიკური სხეული არ ვართ, თქვენ ვართ ჩვენ ამ ფიზიკურ სხეულში. თქვენ ფიზიკური რო გამოიყურებოდეს და გრძნობდეს ისე როგორც საჭიროა, აუცილებლად უნდა მიყვებოდეთ იმ მოქმედებებს, რომელიც თქვენთვის იქნება კარგი. მაგალითად, მე მიყვარს სისუფთავე ძალიან. შინაგანი გარეთ რაც ხდება ჩვენ სიუგრივ, ეზო არის, ხალხი არის, ურთიერთობა არის, არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემს სისუფთავეს, ჩემს შინაგან სისუფთავეს და მე ეს უკვე დომინოს ეფექტით მიყვება ყველაფერი უსასრულოდ. და იქნა გამომდინარე, რომ მიყვარს სისუფთავე, მე შაბლონურად და უბრალოდ კი არ დავდივარ დარბაზში და კი არ ვაქცევ ჩემს სხეულს და ჩემს ორგანიზმს დარბაზის მეშვეობით ყურადღებას. მე მაქვს დაჭერილი ესეთი მომენტი, რომ ვაკერხერებ ეზოს, ეზოს სახელი და ეზოს ტერიტორია ჩემს სივრცეში და ჩემს ცხოვრებაში არის არა პატარა რაოდენობით, ესე რომ ვთქვათ, ამ ეზო საკმაოდ დიდია, რომ გადააკეთება და ესე შემდეგ და ესე შემდეგ, მაგის თქმა უნდა, აპლიკაციებს დღესაც არ აქვს ადგილი და ამას ვიყენებ როგორ? მე ვირჩევ იმ პოზას, მაგალითად, ცხოვრებიდან გამომდინარე, თუ აკვირდებით ჩემს გარეგნობას, ან ეხლაც თუნდაც დავაკვირდეთ ჩემს გარეგნობას, ეს თვალი მაქვს ოდნავ ჩამოწეული, შედარებით ეხლა ოდნავ ჩამოწეული, ვიდრე აქეთა თვალი. აქედან გამომდინარე, მე უკვე დავიწყე ჩემი სპაზმების შესწავლა და ჩემი სპაზმების შესწავლის მეშვეობით მივაგენ იმას, რომ მარჯვენა მხარეს ქვემოთ ფეხიდან მოცვამდე თეძო ხაზი მაქვს უფრო დაზიანებული და დასპაზმირებული ამ ეტაპზე, ვიდრე აქედან მხარეს. მაშასა და მე ვიღებთ კერხებს, ვაკეთებ პრაქტიკებს და ვარჯიშობ და შენ აკეთებ ზუსტად იმ მოქმედებებს, რომელიც შენ ჭირდება. ანუ ყველა დასუფთავების შემდეგ მე ვიღებ უკეთეს შედეგს, არა მარტო ჩემ მენტალურ მდგომარეობაში. მე ვიღებ ამ მენტალური მდგომარეობის უკეთესი მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე შესანიშნავ შედეგს ჩემს სხეულზე ან ჩემს სახეზე. და ვიქრობთ შაუსენამ. შაბლონურად კი არ ცხოვრობთ. თქვენ გრძნობთ კონკრეტულად თქვენ რა გჭირდება, თქვენთვის რა მოიტანს მაქსიმალურ შედეგს და
თქვენი ძალის ვარჯიშის მეშვეობით, იმიტომ რომ ძალა უნდა გაატანო ვარჯიში და გააკეთო, მაგალითად 7-დღიანი დაკეთება, რომელიც ხვალ დასრულდება ჩემ ვარჯიში. მაგას ხო ძალა ჭირდება, მაგას ხო როგორ არის ქართულად, ნებისყოფა ჭირდება. ამ ნებისყოფის და ძალის ვარჯიშის მეშვეობით თქვენ მიაღწევთ იმ შედეგებს, რომელიც იქნება შესანიშნავი თქვენთვის, ფანტასტიკური. და ამ პრაქტიკების გაკეთების შემდეგ მოდის ის ეტაპი, რომ თქვენ შედებით, გუნდებით და ტკბებით თქვენი საუკეთესო შედეგებით. რა თქმა უნდა, საფრთხის სიკვდილის კამერაში სიკვდილით წარმოყოფილებულად ჩვენი თავით. მაგრამ ყველაზე მომხიბვლელი აქ არის ის, რომ თქვენ საკუთარ თავთან დარჩებით იქ, სადაც არავის არ ესმის თქვენი აზრები, აი იქ რო ხართ კომფორტულად და იქ რო ხართ გაწონასწორებულად. არის ადამიანები, ვისაც ესმის თქვენი აზრები, მაგრამ ადამიანი როცა მიდის იმ ეტაპის განვითარებამდე, როცა ტელეპათიას ფლობს და ესმის სხვისი აზრები, ის უკვე იმ დონეზე განვითარებულია, რომ თქვენი აზრები მალე არ აინტერესებს. ესმის მაგრამ ის, რაც ეხება მას და მის.